ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით ოზურგეთში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ადვოკატირების კამპანია ჩატარდა. პრობლემების სწორად იდენტიფიცირების შემდეგ შესაბამისი დასკვნა დაიდო, რომელიც საჯარო სკოლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სიუჟეტით სახით წარედგინა და მცირედი დებატიც მოეწყო. ჩვენი ამ თემით დაინტერესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი იყო ის, რომ როდესაც ჩვენ აქციას ვატარებდით და ხალხს ვეკითხებოდით, რომელ წყალს აირჩევდნენ გაფილტრულს თუ ჩვეულებრივ ონკანის წყალს, ძირითადად ირჩევდნენ ან ჩვეულებრივ გაფილტრულს წყალს და ყველა ვარს ამბობდა თითქმის ონკანის წყლის დალევაზე და ხშირად გვესმოდა ისეთი ფრაზები, რომ ჩვენი წყალი სასმელად იყო უვარგისი და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდით, როცა მას ვიყენებდით სასმელად. და აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო მართალი იყო თუ არა ეს ფრაზები. წყლის ხარისხი და ყოველდღიური კონტროლი ხორციელდება სერვის ცენტრის ლაბორატორიაში, ანალიზი კეთდება დაახლოებით ყოველ საათში, ისინჯება ნაშთი ქლორი, გარდა იმისა 4-5 ანალიზი კეთდება მოკლე ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზიც და შესაბამისად დაბინძურებული წყალი ყოველ შემთხვევაში ქსელში არ მიედინება, დაბინძურება ხდება იმ შემთხვევაში, როცა არის სარემონტო სამუშაოები. როგორც წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის ქიმიკოსმა განაცხადა, წყლის ხარისხის შემოწმება ყოველდღურად ხდება და საზოგადოებას სასმელად ვარგისიანი წყალი მიეწოდება. ადვოკატირების კამპანიის წარმოება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საჯარო სკოლებშიც იგეგმება. მუნიციპალიტეტში 40-ზე მეტი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ იქნება ის, რომ შემოწმდეს რამდენად ვარგისიან წყალს სვამს სოფლებში მოსწავლეები, იმიტომ რომ თითქმის არც ერთ სკოლაში, ყველა სკოლაში დგას უბრალოდ სასმელი წყლის პრობლემა. თითქმის არც ერთ სკოლაში არ არის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზი და ამ ბოლო დროს გაეროსო და UNICEF-ის თითქმის ყველა კვლევა, ყველა კომენტარი, რომელსაც ისინი აკეთებენ, ეხება იმას, თუ რა ტიპის უფლების დარღვევას იწვევს უხარისხო სასმელი წყალი. ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობა პროექტის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოს ფარგლებში ხორციელდება.